როდესაც წყლის რესურსის ამოწურვა გლობალურ გამოწვევად იქცა, წყლის მნიშვნელობა გაცილებით უფრო დიდია. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა განკარგოს სახელმწიფომ საკუთარი ბუნებრივი რესურსი გონივრულად და სუვერენულად. ეს განცხადება საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია არსებული გამოწვევების დაძლევა და ინფრასტრუქტურის ფუნდამენტური განახლება. აცხადებს ის. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვსაუბრობდით რა მდგომარეობაა დედაქალაქში. გადაცემის ამ ნაწილში კი განვიხილავთ, რა ხდება ამ მხრივ რეგიონებში. საერთაშორისო ფორუმის პანელზე სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა თქვა, რომ ხელისუფლება უკვე წლებია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. ამის მაგალითად კი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფინანსების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყავს. 2012 წლიდან დღემდე სამინისტროს მიერ განხორციელებული ინვესტიციები 3,5 მილიარდ ლარს აღემატება. რამდენად მიზნობრივად აიხარჯა ეს რესურსი და რამდენად გრძნობს ამას საკუთარ თავზე საქართველოს მოსახლეობა, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძეა ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გქონდათ ამ ფორუმზე ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას თქვენ თქვით, რომ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა. ვიდრე მიპასუხებით აუცილებლად მინდა მე გავიხსენო მოამბე რეგიონებში გასული ალბათ ათეულობით სიუჟეტი ბოლო ამ წლების განმავლობაში, რადგან პროექტი ხორციელდება, სადაც კვირა გამოშვებით, რომელიმე ერთი სოფლის მაგალითზე მაინც ვაჩვენებდით, რომ წყალმომარაგების მიმართულებით ძალიან სერიოზული გამოწვევები იყო საქართველოში. შეგიძლიათ დღეს თქვათ, რომ ამ მიმართულებით ვითარება შეცვლილია და ის 3,5 მილიარდ ლარი, რომელიც ამ მიმართულებით დაიხარჯა, რეალურად მოხმარდა აი ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. პირველ რიგში, სანამ თქვენს კონკრეტულ შეკითხვას გავცემდე პასუხს, მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია აკვალიას და GVP-ს ამ ფორუმის ორგანიზებისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება და ჩვენ ძალიან დიდი სიამოვნებით მივიღეთ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო ეს ფორუმი. ასევე მე მინდა თქვენ სტუმარს ერთ-ერთ მონაკვეთს მოუსარი და მართლაც აღვნიშნო, რომ საქართველოს ძალიან მიმზიდველი არის დღეს ინვესტორებისთვის და ეს თვითონაც აღნიშნა ესპანური კომპანიის წარმომადგენელმა და ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რა პოლიტიკასაც საქართველოს მთავრობა დღეს ეწევა და აქვე მინდა გაცნობოთ, რომ ექსკლუზიურად ასე ვთქვათ, რომ გუშინ გაიხსნა სარფის დიდი გვირაბის სამშენებლო ტენდერი და იქაც დაინტერესება ძალიან შთამბეჭდავია, ძალიან ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება უკვე ამ ტენდერის შედეგები, მაგრამ რაც ნიშანდობლივი არის, ის არის, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. ეხლა ინვესტორების ინტერესი, მათ შორის გლობალურ პროექტებთან მიმართებაში მაგისტრალურ განსაკუთრებით ამ მაგისტრალების თემას აუცილებლად კიდევ შევეხმაროთ. ეხლა რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ კითხვას, თქვენ ახსენეთ, რომ ასობით მილიონი ლარი არის მართლაც დახარჯული და თუ ჩვენ შევადარებთ 2012 წლიდან დღეს არსებულ მდგომარეობას, დაახლოებით 20 ჯერ არის გაზრდილი დაფინანსება გაერთიანებული წყალმომარაგების მიმართულებით. მოსახლეობისთვის მაინც რომ იყოს ნათელი, უნდა ვთქვათ, რომ GVP ახორციელებს წყალმომარაგებას თბილისში, ქალაქ რუსთავსა და მცხეთაში, აჭარის წყალი არის ცალკე ორგანიზაცია და დანარჩენ ტერიტორიას საქართველოსი მოიცავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არის. დაახლოებით 20 ჯერ არის გაზრდილი და ძალიან ბევრი პროექტი არის განხორციელებული. დღეს დაახლოებით 950,000 ბენეფიციარი ყავს წყალმომარაგების კომპანიას. ჩვენ 59 ქალაქში ოპერირებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და 31 ქალაქში უკვე მიღწეულია ის, რომ გვაქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, რაც გულისხმობს იმას, რომ სტანდარტების შესაბამისი წყალი მიეწოდება მოსახლეობას და პრემიერ-მინისტრის მოკლედ აქტიური ჩართულობით ჩვენ 2028 წლისთვის სრულად ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. 950,000 აბონენტი სრულად უნდა იყოს. არა, 950,000 აბონენტი დღეს არის, ამას დაემატება კიდევ დაახლოებით ამ წლების განმავლობაში 300,000 აბონენტი, 300,000 ბენეფიციარი აბონენტი არ იქნება სწორ
სორი რო ვიხმაროთ ეს სიტყვა. ჩვენ არამხოლოდ ქალაქების წყალმომარაგებაზე არის აქ საუბარი, არამედ საუბარი არის რომ ახალი პროექტი დავიწყეთ, ეს არის აზიის განვითარების ბანკთან ერთად ხორციელდება 200 მილიონი ევროს აზიის განვითარების ბანკი ასე ვთქვათ აფინანსებს ამ პროექტს 200 მილიონი ევროთი საქართველოს მთავრობა და ეს პროექტი გულისხმობს 100 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობას. პირველი ეტაპი დაწყებული არის პროექტირების ეტაპი, შემდგომში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. რა თქმა უნდა, გვაქვს პრობლემები. მე თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად არის სიუჟეტები პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, არსებობს პრობლემები და ჩვენმა გუნდმაც პირველი, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამინისტროში მუშაობა, მოვახდინეთ როგორც ყველა მიმართულებით, ამ მიმართულებითაც პრობლემების იდენტიფიცირება და პრობლემები არის მრავალმხრივი. ეს დაწყებული სუბიექტური მიზეზებით, დამთავრებული ობიექტურით, დაწყებული მათ შორის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც არის ხოლმე, არის სწორი პროექტირება. თუ არ დაისვა თავიდანვე სწორი დიაგნოზი, არ გაკეთდა სწორი პროექტი, გზადაგზა ამ პროექტის ცვლილება, რა თქმა უნდა, იწვევს ძალიან დიდ შეფერხებებს და მე მინდა ყველა იმ დასახლებული პუნქტის მაცხოვრებელს ძალიან დიდი ბოდიში ვუთხრა, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზულ დისკომფორტს განიცდის. ესეთია მაგალითად ბაკურიანი, რომელიც არის ტურისტული მნიშვნელოვანი ობიექტი და მე ვიცი, რომ ზაფხულის პერიოდში ძალიან დიდი დისკომფორტი იყო და დღესაც კი ეს პრობლემა არ არის ამოწურული, თუმცა როდესაც ბაკურიანის წყალმომარაგების სისტემა და საკანალიზაციო წყალარინების სისტემა მოეწყობა, ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ამ ტურისტულ შეიძლება მოეწყოს მაგალითად. დავასრულებ თუ შეიძლება, ასევე არის ხაშურთან მიმართებაში ძალიან დიდი არის უკმაყოფილება მოსახლეობის და აქაც ანალოგიურად, თუმცა აქაც უზარმაზარი სამუშაო ხორციელდება, ათობით მილიონი ლარი იხარჯება იმისთვის, რომ წყალმომარაგების და წყალარინების სისტემები მოეწყოს, რაც შეიძლება დღეს 21 საუკუნეში ამაზე საუბარი ცოტა უხერხულიც არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრია ჩვენ ქვეყანაში ამ მიმართულებით გასაკეთებელი და დღეს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი თქვენ ახსენეთ, რომ გაუმჯობესდება ამ მიმართულებით სიტუაცია, ხო, ჩვენი განაცხადი. მთავრობის პოზიცია და პრემიერ-მინისტრის მთავარი, ასე ვთქვათ, დავალება რაც არის ის რომ ყველა სერვისი ჩვენს მუნიციპალიტეტებში უნდა მიეწოდოს მოსახლეობას სათანადო დონეზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის წყალი, წყალმომარაგება, საკანალიზაციო სისტემები, წყალარინების საკანალიზაციო სისტემა, ეს არ არის მხოლოდ კომფორტი, ეს არის გარემოზე ზეგავლენა, ეს არის უამრავი პრობლემა, რომელიც ამის მოუწესრიგებლობას მოაქვს და მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის იაფის სიამოვნება, ძალიან ძვირი სიამოვნება არის. ჩვენ მომავალი წლების განმავლობაში პრემიერ-მინისტრის დავალებით ვახორციელებთ ყველა ქალაქის და 19 ტურისტული დასახლების და 19 ტურისტული ობიექტის წყალარინების სისტემა უნდა მოეწყოს, რომლის ჯამური იქნება დაახლოებით 4 მილიარდი ლარი და ჩვენ ამ ინვესტიციას განვახორციელებთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს პრობლემა მოგვარდეს ჩვენ. მივყვეთ ახლა თანმიმდევრულად. რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა პროექტირება და პირველ სტუმრობისასაც სხვა მიმართულებით მაშინაც ხაზი გაუსვით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პროექტირებას და შეუძლებელია, რომ არ დაგეთანხმოთ ამ ნაწილს, რომ მათ შორის ის რეპორტაჟები, რომელიც მე ვახსენე, ძალიან ხშირად იყო, როდესაც დაიხარჯა თანხა, ის ალბათ იმ 3.5 მილიარდშიც იყო რაღაც გარკვეულწილად თუნდაც პროცენტული პუნქტით რაღაც ნაწილი, დაიხარჯა, გაკეთდა, მაგრამ რეალურად ეს პროექტი არ მუშაობს და ესა თუ ის სოფელი კვლავაც წყლის მიწოდების სასმელი წყალი იქნება თუ სარწყავი წყალი და შემდგომ მიწოდების გარეშეა დარჩენილი. აი როგორ გესახებათ სწორი პროექტირება, რამდენად სწორად გესმით ეხლა ამ მომენტში თქვენს გუნდს რა უნდა გააკეთოთ, მათ შორის იმ სოფლის პროგრამის ფარგლებში, რომ ერთ დღეს დავუშვათ 2 თუ 3 წლის მე რომ იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდეთ, დავხარჯოთ ფული, მაგრამ რეალურად შედეგი ვერ მივიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმის პრეტენზია და ამბიცია, რომ ძალიან სწორად გვესმის, სწორად გვაქვს ეს იდენტიფიცირებული. მე მინდა ამ შემთხვევაში შევეხო განათლების რეფორმას, რომელზეც ხშირად საუბრობენ დღეს და პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ინიციატივას ამ მიმართულებით.
და ალბათ შეიძლება ახლა ვიღაცა მიფიქროს რა შუაშია განათლების რეფორმა და წყლის პროექტების შექმნა. თავშია, იმიტომ რომ ჩვენ დღეს მკვეთრი ნაკლებობა გვაქვს ქვეყანაში ისეთი დარგების კუთხით და ისეთი დარგების მიმართულებით, როგორც არის საინჟინრო, საპროექტო მიმართულება და სერიოზულ დეფიციტს განვიცდით ამ კუთხით და მნიშვნელოვანი არის ზუსტად ეს რეფორმაც იმისთვის, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს ის პროფესიები და ის საჭიროებები, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთოდ მნიშვნელოვანი. და ზუსტად ესეთი პრობლემების წინაშე არ დავდგეთ. უნდა გვყავდეს კვალიფიციური ბევრი წყალმომარაგების სპეციალისტი, მეგზევე, მეხიდე და ასე შემდეგ. გვაქვს პროფესიები, რომელიც განალევად რეჟიმში არის. თითოეულ ადამიანს თუ ვიპოვით დღეს საქართველოში, რომელიც ასე სიტუაციაში სარპოულობთ ხოლმე ამ კადრებს. ჩვენ დღეს აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ ჯერ ერთი ახალგაზრდებს გაუჩნდეთ ინტერესი ამ პროფესიების მიმართ, მაგრამ ჩვენ დროში საკმაოდ შეზღუდულები ვართ და ამიტომ აქტიურად ვართ ჩართულები საერთაშორისო უცხოელი სპეციალისტების მოწვევის კუთხით. ჩვენ უკვე საგზაო დეპარტამენტის მიმართულებით მაგალითად უკვე რამდენიმე ახალი თანამშრომელი გვეყოლება უცხოელი, რომელიც უბრალოდ იმუშავებს დეპარტამენტში და კონკრეტულ მიმართულებებში დაგვეხმარება. ეს არ იქნება მხოლოდ მათი, ასე ვთქვათ, პროფესიული, კონკრეტულად მათი საქმის გაკეთება, ეს იქნება იმ გამოცდილების გაზიარება ჩვენი დღეს არსებული თანამშრომლებისთვის, რაც ძალიან საშური არის ჩვენთვის. იგივეს ვაპირებთ წყალმომარაგების კომპანიაში და ეს პროცესიც მიმდინარეობს. ამიტომ ჩვენ ეტაპობრივად ამ ორი ამოცანა გვიდგას. ერთი, რომ პროცესი არ შეჩერდეს და მშენებლობის და აღმშენებლობის პროცესი არ შევაჩეროთ და მეორეს მხრივ დავხარჯოთ რესურსი იმისთვის, რომ იქ სადაც გვაქვს პრობლემები, ეს პრობლემები აღმოვხვრათ. ამას რა თქმა უნდა, ცოდნის აკუმულირებას, დაგროვებას, მოზიდვას გარკვეული პერიოდი ჭირდება, მაგრამ ჩვენ დღეს ვქმნით ისეთ სისტემებს, რომ მე იმედი მაქვს, რომ ეს საომალოდ განხორციელებულ პროექტების ხარისხზე არ იმოქმედებს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ალბათ თქვენთვისაც არ არის ახალი, რომ ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება ხარისხთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ იქნება კომპრომისი, ვერც ერთი მიმართულებით, ვერც საგზაო, ვერც წყალმომარაგების, ვერც სკოლების თუ ბაღების მშენებლობის კუთხით. თუმცა ჩვენ აქტიურად მუშაობთ იმისთვის, რომ კომპანიებსაც, სამშენებლო კომპანიებსაც შეექმნათ ხელსაყრელი პირობები და დაწყებული ეს ფასების პოლიტიკით, რომელიც იცით, რომ მთავრობა ახორციელებს, დამთავრებული იმით, რომ უკვე 2027 წლიდან ჩვენ ახალ სამშენებლო ნორმებზე გადავალთ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ძლიერი კომპანიებს ქონდეთ ხელსაყრელი პატიოსანი მუშაობის შემთხვევაში კომპანიებისთვის ჩვენთან თანამშრომლობა იყოს ყველაზე კომფორტული. და პატიოსნება, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. კეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ეს არის ჩვენი ამოსავალი წელი. რადგან ახსენეთ 19 ტურისტული ობიექტი ტურიზმის ნაწილში ქვეყანას, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ ტურიზმი ამ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეერთების წყაროა, ბუნებრივია განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ ტურისტულ ზონებში იყოს მაქსიმალურად გამართული წყალმომარაგების სისტემები. რა პერიოდში უნდა მოახერხოთ დაუშვათ ამ 19 ტურისტული დაუშვათ მიმართულების სრულად 24 საათიანი წყალმომარაგება, მათ შორის წყალარინების სისტემა, რომელიც არანაკლები მნიშვნელოვანია. მერწმუნეთ, რომ არავის ისე არ ეჩქარება, როგორც ჩვენ, არავის ისე არ უნდა, რაც შეიძლება მალე დაიდოს ხელშესახები შედეგები, როგორც ჩვენ, ამაში მერწმუნეთ. კონკრეტულად დღეს რა თქმა უნდა 19-ვე ტურისტული ობიექტის შესახებ არ ჩამოვთვლი და თარიღებს არ დავასახელებ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მაგალითად ბაკურიანის პრობლემა წელს უნდა გადაწყდეს, მათ შორის, როდესაც წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა ხორციელდება, საგზაო ინფრასტრუქტურა არის დაზიანებული, რაც თავის მხრივ უზარმაზარი დისკომფორტია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ წელს ეს პრობლემა მაქსიმალურად იქნას ამოწურული. აქ მნიშვნელოვანი რა არის და
თუ მომცემთ უფლებას ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა თქვენმა წინა სტუმარმაც ახსენა ჩვენ ყველას გვაქვს შეგრძნება კონკრეტულად წყალმომარაგებაზე თუ საუბრობთ რომ საქართველოს წყალუხვი ქვეყანა არის და შეგრძნება არ გვაქვს ნამდვილად ვარ წყალუხვი უბრალოდ იმის არა შეგრძნება სხვა რამის წყალუხვი რო არის ფაქტია მაგრამ შეგრძნება იმისი რომ ჩვენს ონკანებში რომ წამოვიდეს სტანდარტის შესაბამისი წყალი ეს ძალიან მარტივი და ადვილი არის და მე არ დაგიმალავთ რომ მეც კი რომელიც მეტნაკლებად რაღაცებს ჩართული ვიყავი თბილისის საკრებულოში 8 წლის წინ როდესაც მოვხვდი მეც მეგონა რომ ეს მარტივი პროცესი იყო შედარებით და პირველად როდესაც აღმოჩნდი სათავე ნაგებობებზე და ჩავიხედე თუ რა პროცედურას გადის რამდენი ადამიანი შრომობს ყოველდღიურად ასობით ადამიანი იმისთვის რომ ჩვენ ონკანში წყალი მივიღოთ სუფთა წყალი ეს არის ურთულესი პროცესი რომელიც ერთის მხრივ ძალიან დიდ კაპიტალ დაბანდებას მოითხოვს რომელსაც დღეს სახელმწიფო ხარჯავს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ჩვენთვის ეს და უამრავი ადამიანი შრომობს იმისთვის რომ ყოველდღიურად ჩვენ ეს სერვისი მივიღოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაპირებთ ჩვენის მხრივ სამინისტრო რომ გარკვეული საინფორმაციო კამპანიაც კი ვაწარმოოთ იმისთვის რომ ადამიანებმა ეს პროცესი ნახონ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის მათ შორის ჩვენ ეს რესურსი რომელიც გვაქვს ყაირათიანად გამოვიყენოთ, რაციონალურად გამოვიყენოთ და გაუფრთხილდეთ იმ რესურსს რომელიც გვაქვს, იმიტომ რომ ამას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რომ იმ სისტემებმა, რომელშიც ჩვენ უამრავ ფულს ხარჯავთ დღეს, იმ სისტემებმა სწორად და გამართულად იმუშაონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვა ტექნიკურ დეტალებში თქვენის ნებართვით ახლა აღარ შევალ, მაგრამ როდესაც საუბარია სასმელ წყალზე, როდესაც საუბარია წყალზე, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის უნდა მოვიხმაროთ, ეს წყალი ამ წყალის დანიშნულება არის მხოლოდ ეს და არა პირობითად სარწყავი მიმართულებით. როდეს ეს ქმნის სერიოზულ პრობლემებს და ბევრ რეგიონში მათ შორის პრობლემა წარმოიქმნება მაგ დროს, როდესაც ამ წყლის არარაციონალური მოხმარება არარაციონალური და არადანიშნულების შეუძლებელი არ დაგეთანხმოთ ამ ნაწილში, მაგრამ როდესაც ვამბობთ, რომ 3.5 მილიარდი უკვე დავხარჯეთ ამ სისტემების განვითარებას და რეაბილიტაციაზე და კლავაც გვაქვს სოფლები თანაც არა 1 და 2, სადაც ეს მიმართულება კლავაც სერიოზულ პრობლემად დგება და მთავრობისთვის ეს კლავაც პრიორიტეტია, სწორედ ამის გათვალისწინებით ვკითხულობ, რომ რამდენად სწრაფად შეძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას, რომ დღევანდელ ამ რეალობაში მიუხედავად რომ გლობალურადაც წყლის სისტემებთან საუბარი და ეს ნაწილი სოფლიოშიც გამოწვევა არ არის საქართველოს ამ მხრივ გამონაკლისი, ხო? ამ მიმართულებით რომ დავუშვათ ამ მასშტაბის პრობლემას არ ვაწყდებოდეთ, ხო? პრობლემა ალბათ ყოველთვის გვექნება, გათიშვა ყოველთვის იქნება სადღაც რომელიღაც სოფელში. რადიკალურად არის შეცვლილი ამ მიმართულებით. მე გითხარით, რომ დღეს ჩვენი დაფარვის ქვეშ მყოფი ქალაქების 65% სრულად არის 24 საათიანი წყალმომარაგება აქვთ. უახლოეს წლების განმავლობაში იმ სოფლებს, რომლებშიც არის უკვე წყალმომარაგება დაემატება კიდევ 100 სოფელი, თუმცა გეთანხმებით არის ძალიან ბევრი სოფელი, სადაც პრობლემები შეიქმნა მას შემდგომ, რაც ინვესტიცია განხორციელდა, სისტემები მოეწყო. ზუსტად ეს არის მათ შორის აქ იჩენს თავს დაპროექტების, არარაციონალური ხარჯვის პრობლემები, შეიძლება კორუფციის ნაწილიც შესაძლოა. მე არ გამოვრიცხავ ამ შემთხვევებსაც და ამასთან მიმართულებით დღეს ჩვენ ქვეყანაში უკომპრომისო, მე მგონი ამაზე არავის აღარ ჭირდება ზედმეტი საუბარი, უკომპრომისო მიდგომა არის და თუ სადმე რაიმე გადაცდომა იყო და თუნდაც ერთი თეთრი არამიზნობრივად დაიხარჯა, მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენენ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამის ჩვენს შევქმნით უამრავი მექანიზმი ამის პრევენციისთვის და ჩვენ ვართ იმის გარანტი, რომ ესეთი რაღაცები აღარ უნდა განმეორდეს, თუ ესეთი რამ იყო და მე იმედი მაქვს, რომ ამ მიმართულებით პრობლემები აღარ გვექნება, თუმცა ჩვენ აუცილებლად ყოველთვის ყურადღებით ვიქნებით და ზედმიწევნით ყველა თეთრს გავაკონტროლებთ, რომელიც არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ ნებისმიერი სხვა მიმართულებით დაიხარჯება.
დავსარგებლობ შემთხვევით რომ ხარ ჩვენ დღევანდელი ეთერის სტუმარი, აუცილებლად მინდა ვიკითხო საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში მაგისტრალებთან მიმართებაში, რადგან ცოტა ხნის გამოქვეყნდა ევროკომისიის კვლევა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადები იყო გაკეთებული, გზავნილი იყო პრაქტიკულად ევროკომისიის ამ კვლევაში საქართველოს ერთგვარი აღიარება კიდევ ერთხელ შუადერეფნის კონტექსტში, როგორც დამაკავშირებლის და როგორც ერთგვარი ხიდის ევროპასა და აზიას შორის. სწორედ ამას მოყვა თქვენი კომენტარიც გარკვეული მიმართულებით, რას გეგმავთ, სწორედ ამ პროცესების გათვალისწინებით და იმ მნიშვნელობის გათვალისწინებით, რასაც მათ შორის მთავრობა შუადერეფნის საკითხს ანიჭებთ. რეალურად რას აკეთებთ ამ შემთხვევაში, რა კეთდება საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რა სამუშაოების გაქვთ დაგეგმილი, რა მიმართულებებია და მაგალითად 2026 წელს რამდენი პირობითად შესაძლოა ვიღაცისთვის სიტყვებია, რამდენი კილომეტრი გზა, მაგრამ დიახ, ამ კილომეტრებზეა დამოკიდებული ჩვენ რამდენად გამართულად შეგვეძლება ამა თუ იმ ტვირთის მიწოდება, დროული მიწოდება აზიიდან ევროპაში. ეს შემდგარი ფაქტია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი შუადერეფანში. დღეს უკვე აშენებული არის 393 კილომეტრი მაგისტრალი. აქტიურად მიმდინარეობს, მე კონკრეტულ პროექტებს დავასახელებ, ალბათ მოსახლეობას ეს უფრო აინტერესებს. აქტიურად მიმდინარეობს გურიის დარჩენილ მონაკვეთზე 6 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაო და ჩვენ უკვე ტურისტული სეზონისთვის ეს მონაკვეთი გახსნილი იქნება. ასევე გახსნილი იქნება რიგოლეთის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც არის დარჩენილი და იქაც აქტიურად იყო გარკვეული პრობლემები და დღეს კონტრაქტორი აქტიურად მუშაობს და ეს მონაკვეთიც გაიხსნება და ჩვენ თბილისიდან ბათუმამდე უკვე შეუფერხებლად გარდა ერთი მონაკვეთისა სამტრედიის ხიდს გულისხმობ ჩავალთ შეუფერხებლად და მაგისტრალი იქნება სრულად გახსნილი. ამავე დროს უკვე გამოცხადებული არის, როგორც გითხარით, სარაფის შემოვლითი გაიხსნა და წელს უკვე დაიწყება მშენებლობა და ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი არის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი აშენდება ამ რეგიონში, ისევე როგორც კობი-ქვეშეთის მონაკვეთზე აშენდა 9 კილომეტრიანი გვირაბი და მართლაც უნიკალური პროექტი არის ეს ამ რეგიონისთვის. აქტიურად უკვე ასე ვთქვათ, ტენდერის ფაზაში არის გამოცხადებულია და ჩვენ უახლოეს კვირაების განმავლობაში აქაც გვექნება გვეყოლება გამარჯვებული. ეს არის თბილისში შემოვლითის მეორე ლოტი, მოსახლეობისთვის რო ცნობილი ნათელი იყოს, ეს არის წიწამურიდან ავჭალამდე მიმართულება. რამოდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი უკვე მესამე ლოტზე, ეს არის გაგრძელება ავჭალიდან უკვე თბილისის ზღვის მიმართულებით. და შემდგომში არის მეოთხე მეხუთე ლოტი, ეს არის უკვე ლილო-ლოჭინის მიმართულება. ყველა ეს პროექტი წელს დაიწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თბილისის შემოვლითი გზა, ერთი შუადერეფნის უწყვეტობისთვის, მეორე თავად თბილისისთვისაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თბილისის სატრანსპორტო უზრუნველყოფის კუთხით ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კახეთის მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, ეს არის საგარეჯეო ბადიაურის მიმართულებით და ჩვენ წელს უკვე გამოვაცხადებთ შემდგომ ლოტებს, ეს არის ბადიაური ბაკურციხის მიმართულებით და შემდგომში ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებით, ასევე გურჯაანი და თელავის მიმართულებით. დაიწყება მშენებლობა, ჩვენ მთავრობას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს, გაცილებით მეტი პროექტის განხორციელება იგეგმება, ვიდრე ეს აქამდე განხორციელებულა, მათ შორის ამ პროექტებში შედის ანაკლის პორტთან დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჩვენ გამოვაცხადეთ პროექტირებაზე უკვე ტენდერი, ეს არის სამტრედია-ზუგდიდის მაგისტრალი, 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც ასევე ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქტიურად მუშაობთ რუსთავი წითელი ხიდის მიმართულებით, პროექტი რომ მალე დაიწყოს. ჩვენ დონორთან ამ მიმართულებით გვაქვს აქტიური თანამშრომლობა და იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტიც მალე დაიწყება. ასევე ყვებად ბიზნესი დავუშვათ ადგილობრივი თუ საერთაშორისო აი ამ ყველაფრის განხორციელების მიმართულებით, იმიტომ რომ იმდენი ტენდერი ჩამოთვალეთ, რომ ძალიან ბევრი კომპანიის მონაწილეობაა მასში საჭირო. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის აქტიურობა იქნება შესაბამისი. პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან დიდი სურვილი
გვაქვს, რომ ქართული კომპანიები აქტიურად ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში და გულწრფელად ვამბობ, რომ ჩემი როგორც მათ შორის მინისტრის ერთ-ერთ ამოცანად მიმაჩნია ის, რომ თანაბარი პირობები შეუქმნათ ქართულ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იმისთვის, რომ მათ საერთაშორისო ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და მგონია, რომ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული. დღეს მათ ექნებათ უკვე შესაძლებლობა, რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები, თუ რა თქმა უნდა, მათ ამის სურვილი ექნებათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესე იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში გვჭირდება ძლიერი ქვეყნის სიძლიერის მათ შორის ერთ-ერთი ინდიკატორი ესეც არის, რომ ყავდეს ძლიერი საგზაო კომპანიები, ძლიერი სამშენებლო კომპანიები და ეს ამოცანა მათ შორის ჩვენი ამოცანაც არის. თუმცა, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენთვის ქართული კომპანია იქნება ეს თუ საერთაშორისო თუ უცხოური კომპანია, მოთხოვნა ყველას მიმართ იქნება თანაბარი და ამ თანაბარ მოთხოვნებში არის ხარისხი და სამუშაოების დროულად დასრულება, იმიტომ რომ დროულად დასრულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის. თქვენ დაგიქმილი გქონდათ, რომ ეს პროექტირების ნაწილი, ანუ თავდაპირველად რეალურად კონცეფცია გენახათ, ანუ პროექტი და მერე უკვე განხორციელებული იყო, დაწყებული იყო ამაზე მუშაობა. ამ მიმართულებით შედეგს თუ მიაღწიეთ, ანუ რამდენად გააზრებულია დღეს, რომ ალბათ დიზაინ ბილდებს დიზაინზე საუბრობ, ანუ რამდენად შედეგიანია ამ კუთხით, დაუშვათ მთავრობის პოლიტიკა და სამინისტროს პოლიტიკა და თამდევად დაუშვათ კერძო სექტორიდან ხედავთ თუ არა ამ თანხმდას, იმიტომ რომ კერძო სექტორი ამ წლების განმავლობაში სხვა პრინციპით მუშაობას იყო სამწუხაროდ შეჩეული და შესაბამისად ეხლა დღეს გიწევთ ამ მიმართულებაზე გადაწყობა. ეხა როგორი სურათი გვაქვს? პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის სხვადასხვა ფედერაციების მეშვეობით, პირობითად ეს არის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომელთან მეშვეობითად ჩვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ კერძო სექტორთან და მუდმივად ვაწვდით ჩვენი მხრიდან ინფორმაციებს, რომ მათთვის ცნობილი იყოს თამაშის წესები და მათ წუხილებსაც ვიღებთ იმისთვის, რომ ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ, როდესაც ობიექტურ წუხილებზე გვაქვს საუბარი. რაც შეეხება დიზაინ ბილდებს, დიზაინ ბილდი საქართველოში არ მოუგონიათ, ეს არის აპრობირებული მეთოდი, თუმცა ეს მეთოდი შესყიდვის ეს ფორმა გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ხოლო საქართველოში ამან სამწუხაროდ მიიღო პრაქტიკის სახე და საკმაოდ მახინჯი პრაქტიკის სახე, ზუსტად ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება, რომ უარი ითქვა დიზაინ ბილდების ეს მასობრივად ყველა პროექტში გამოყენებაზე და ჩვენ მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით განსაკუთრებულ შემთხვევებში მოხდება მსგავსი ფორმით შესყიდვა. რაც შეეხება იმას, რაც თქვი, დიახ, ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და თქვენ შეგიძლიათ დღეს დაინტერესდეთ არქიტექტორების, ასე ვთქვათ, წრეებში მოიკითხოთ, თუ რამხელა არის დაინტერესება და რამდენი კონკურსი გამოცხადდა და ჩატარდა უკვე და მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურა. ჩვენ რეალურად მთავრობამ თავისი ამ გადაწყვეტილებით და მიდგომით საქართველოში გააცოცხლა შეიძლება ვიღაცისთვის ეს ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ მერწმუნეთ რომ ეს ესეა, გააცოცხლა და ახალი სუნთქვა შესძინა არქიტექტურულ სფეროს და ჩვენ ძალიან ბევრი კარგი არქიტექტორი ვყავს და მათ კიდე უფრო დიდი შესაძლებლობები მიეცემათ თავის რეალიზების და ჩვენ არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ის კი არ იქნება, რომ ჩვენ რომელიმე კონკრეტულ მუნიციპალიტეტში მივიღოთ სპორტული ობიექტი და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ზუსტად ჩვენი ამოცანა, რომ ყველგან ჩვენთან რეგიონები განვითარდეს თანაბრად და ყველა რეგიონში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა ის სერვისი, რაც ნორმალურია. ხო, დღეს ჩვენთვის რომ კონდეს წყალი, კონდეს კანალიზაცია, კონდეს საშუალება, რომ ბავშვი ატაროს აუზზე, სპორტის ნებისმიერ სახეობაზე, ცეკვის წრეზე, სიმღერის წრეზე, უამრავი საჭიროება, რომელიც ადამიანის ყოველდღიურობაში არის ძალიან ბუნებრივი და ჩვენ ზუსტად ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ესეთი ცენტრები შევქმნათ, მაგრამ ერთია რომ ფუნქციურად ამას ავაშენებთ და მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ობიექტები იყოს არქიტექტურული, ასე ვთქვათ,
არქიტექტურული იერსახე მისი იყოს ახალი სტიმული, ახალი ბიძგი, თუნდაც იმ კონკრეტულ რეგიონში არქიტექტურის განვითარების და იმიტომ რომ ესთეტიკასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ თქვენ ალბათ ადევნებთ აქტიურად თვალყურს მთავრობის გადაწყვეტილებებს, იცით რომ მათ შორის მიღებულია გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა იყო, როდესაც კონკრეტულ მასალებს გაეწია რეკომენდაცია, კონკრეტულ ფერებს, რომ ჩვენ ნელ-ნელა ნორმალ ეტაპობრივად ისე რომ ბიზნესი არ დავაზიანოთ, გადავიდეთ თანამედროვე სტანდარტებს. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს, აი ამ ყველაფრის, მათ შორის იმდენად ბევრი ტენდერზე აქ საუბარი, რომ შეუძლებელია, რომ ეს კითხვა არ გაჩნდეს. რეალურად შეგვეძლება თქმა, რომ ყველა ამ ტენდერის ჩატარების შემდგომ ბუნებრივია, სადაც გადაწყვეტილება იქნება საბოლოოდ მიღებული, რომ არ მოგიწევთ ხელმეორედ ერთხელ უკვე დაგებული პირობითად გზის ხელმეორედ დაგება და ასე შემდგომ. ანუ რამდენად ხედავთ იმის ნიშნებს, რომ აი ეს პრობლემები, რომელზეც წინა გადაცემაში საუბრობთ, არაერთხელ გისაუბრიათ, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ალბათ სრულად აღმოფხვრას ვერ შეძლებთ, მაგრამ მთლიანობაში ეს პრობლემა, რასაც ვაწყდებოდით, ვიხდიდით ფულს, მაგრამ ფულის ადმინიოტა გასაგებია და შედეგი არ იყო. აი ამ პრობლემის წინაშე შემდგომ სტუმრობას შეგეძლება თქვათ, რომ ამ პრობლემას უკვე ისე აღარ ვაწყდებით? თქვენი კითხვიდან გამომდინარე, თუ თქვენ გულისხმობთ იმას, რომ ის პრობლემები და ის გამოწვევები, რომელიც იყო და ერთი და იგივე გზის ორჯერ დაგება მოგვიწია და უხარისხოთ ჩატარდა სამუშაოები, მაშინ მერწმუნეთ, რომ მე აღარ ვიქნები თქვენი რესპონდენტი ამ შემთხვევაში. ჩვენ თუ ის ვერ შევძელით, რომ ქვეყანაში რადიკალურად შევცვალოთ ამ მიმართულებით და ესეთი გამოწვევები არ გქონდეს, მაშინ თქვენს შეკითხვების დასმას უსთვის მოგიწევთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა სიამოვნებით გიმასპინძლებთ სხვა გადაცემებში თემების აქტუალობის გათვალისწინებით. რევაზ სოხაძე იყო ბიზნეს პარტნიორის დღევანდელი ეთერის სტუმარი.